განსხვავებული ყველა თანასწორი ამ დავეზე თბილისში აქცია იგეგმება გავრცელებული ინფორმაციით მასში მონაწილეობას ეთნიკური, რელიგიური და სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებიც მიიღებენ. ეგრეთ წოდებული გეი აღლუმის ჩატარებას აქციის ორგანიზატორები უარყოფენ, თუმცა ორგანიზაცია, სადაც არატრადიციული ორიენტაციის წარმომადგენლები იკრიბებიან, თბილისში უკვე დიდი ხანია არსებობს. თამარ ბაღაშვილი განაგრძობს თემას. თამარ, ასეთი ფაქტი საქართველოში ჯერ არ მომხდარა, აპირებენ თუ არა 29 ივლისს აქციაზე გამოსვლას ჰომოსექსუალები. ეს არ იქნება აქცია, ეგრეთ წოდებული გეი აღლუმი, როგორც ჩვენ ვთქვათ, სხვა ქვეყნებში გვინახავს, საერთოდ აქციის ორგანიზატორები ცდილობენ ნაკლებად გაამახვილონ ყურადღება სექსუალური, არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანებზე, რადგან ამ აქციის მთავარი მიზანია სხვადასხვა ტიპის უმცირესობების, მათ შორის რელიგიური, ეთნიკური უმცირესობების გააქტიურება და მათი ინტეგრაცია უმრავლესობასთან, თუმცა ეს აქცია მაინც იქნება პირველი პრეცედენტი, როდესაც თბილისის ქუჩებში არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანებიც გამოჩნდება. ასეთი მასშტაბური არა, თუმცა სექსუალურ უმცირესობათა აღლუმი თბილისშიც იგეგმება. აქციისთვის ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია 21 საუკუნე ემზადება. პლაკატები, ბუკლეტები, მაისურები და სუვენირები წარწერით ყველა განსხვავებული, ყველა თანასწორი უკვე მზად არის. მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი უმცირესობის წარმომადგენლად, იქნება ეს ეთნიკური უმცირესობა, სექსუალური უმცირესობა, იქნება იგივე რელიგიური უმცირესობა, ნებისმიერი, რაც უფრო მეტი უმცირესობა იქნება წარმოქმნილი, ეს არის სწორედ მიზანი ამ კამპანიის. სწორედ 21 საუკუნესთან თანამშრომლობა და საერთო შენობა აკავშირებს სექსუალური უმცირესობების დამცველ ორგანიზაცია ინკლუსივს. მის ოფიციალურ საიტზე წერია, რომ ეს ორი ორგანიზაცია ერთმანეთის პარტნიორია. ორივე ოფისის ხელმძღვანელები ამ ოფიციალურ თანამშრომლობას და თბილისში ეგრეთ წოდებული გეი აღლუმის ჩატარებას კატეგორიულად უარყოფენ. ეს ორგანიზაცია არის ჩვენი მეზობელი ორგანიზაცია, ჩვენ ზემოთ აქვს ოფისი, ორგანიზაციული და რამე პირადი ურთიერთობა მე ამ ორგანიზაციასთან არ გამაჩნია. რა ინფორმაცია გაქვთ ამ ორგანიზაციასთან? მაქვს ინფორმაცია, რომ ისინი მუშაობენ სექსუალურ უმცირესობათა საკითხებზე. გეი კლუბის დაარსების მცდელობა თბილისში რამდენიმე თვის წინ უკვე იყო, თუმცა ამ იდეას მაშინ ბევრი მხარდამჭერი არ გამოუჩნდა. ამის მიუხედავად თბილისელი სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებს არაოფიციალური თავშეყრის ადგილები მაინც გაუჩნდათ. არატრადიციული ორიენტაციის ადამიანებზე საუბარს არ ერიდება ჯეობარელის სოფია, რომელმაც ცოტა ხნის წინ თბილისში პირველი ლესბო ფართიც მოაწყო. აქციაში მონაწილეობას მივიღებდი, ანუ მხარს კი არ დაუჭერ, ხო, მინდით იყავით. გიყვარდეთ ერთმანეთი გოგოებო და ბიჭებო, ასე ვთქვათ, ოღონდ გოგოებო ცალკე და ბიჭებო ცალკე. უბრალოდ უფლება აქვთ თავიანთი ცხოვრების ერთხელ მოდიან ამ ქვეყანად, ერთად ცხოვრობენ და როგორც უნდა ის უნდა მოიქცენ. აქცია, რომლის ზუსტ შინაარსს და მონაწილეებს ორგანიზატორები არ აკონკრეტებენ, თბილისში 29 ივლისს იგეგმება. ამ აქციას უკვე გამოხმაურება მოყვა საზოგადოების მხრიდან, მოსახლეობის შეფასებები მოსალოდნელ აქციასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანია. ჩემი აზრით მიუღებელია, იმიტომ რომ ჩვენი ქართული ტრადიციებიდან გამომდინარე და ჩვენი სარწმუნოებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ დაუშვებელია. მე მაგალითად წინააღმდეგი ვიქნებოდი ესეთი, თქვათ, პარადის მოწყობის. არაფრის დიდებით ეს დაუშვებელია. ჯერ ერთი ახალგაზრდები ბავშვები უყურებენ ამას, ერთი მეორე და სულ სხვა ნარატყებულობენ. წინააღმდეგი ვარ. მე პირადად არ გამაღიზიანებს, მაგრამ მე ალბათ უმცირესობას წარმოვადგენ დღეს თბილისში. ვერ გეტყვით, სიმართლე გითხრათ. ყოველ შემთხვევაში თუ ისინი ამით არაფერს არ გააშავებენ და სასაცილო და მხიარულ სანახაობას შემოგთავაზებენ, აუშავს, ჩაატარა. ყოველ დაუშვებელია და საერთოდ საქართველოში კი არა, ნებისმიერ ქვეყანაში ეგეთი პარადი არ უნდა ეწყობოდეს. მით უმეტეს ისეთი ტრადიციების ქვეყანა ვართ, რომ მე მგონი ამაზე ორი აზრი არ უნდა იყოს და აქცია სახელწოდებით ყველა განსხვავებული, ყველა თანასწორი ჩატარდება 29 ივლისს, როგორც გითხარით, ეს აქცია დაიწყება ფილარმონიასთან და დასრულდება რიყეზე და თქვენ აი ამ აქციის მონაწილეებს იცნობთ, სწორედ აი ესეთი პლაკატებით და მაისურებით ისინი თბილისის ქუჩებში 29-ში დღის 3 საათზე გამოვიდნენ. თბილისში დაგეგმილი აქციის შესახებ თამარ ბაღაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში.